საწავალ სხვაგან ამდილა ადრიან. ხო და ვასაუბრე გოგოები. ამოვედი ახლა სადმე ვიყიდი ყავას. იმიტომ რომ როგორც ყოველთვის გადარბენაზე მე სახში ვერ ვასწრებ დალევას. და ფეხით ავუყვები სამსახურისკენ გზას, იმიტომ რომ ზუსტად 9 საათია. და მაგ 9 საათი დრო რომ მივიდე სამსახურში. ესეთი ამბები გვაქვს. წავედით ახლა ვიყიდოთ ყავა. დღეს წვიმა გამოცხადა. ხალხა კი მიდევს შანთაში, მაგრამ ძალიან არ მინდა რომ იწვიმოს. თორემ მოღრუბლული იყოს. აქ სულ ესე მოდიხარ და 2-3-4 ადამიანი სულ გას ყავაზე. სიგრუფიქსი არის პირდაპირ ტრამის გაჩერებასთან. ქვია ესე. ამ პატარა კაფეშკას lunch hall და 2-20 ღირს ყავა და პლუს წყალს გაძლევენ საჩუქრად. წავედით ახლა სამსახურში. 20 წუთით გვიან გამოვედი სამსახურიდან. ხდება ხოლმე. ხო და ახლა მივიდივარ სახში. ცხელა იწვიმებსო. მაგრამ არანაირი წვიმა არ ყოფილა, ამიტომ ტყუილ უბრალოდ ბათრიე ქოლგა. დილით მოღრუბლული იყო და ეხა ღრუბლები აქ-იქ არის. შევიარე საცხობში. აქვე. ხო და ვიყიდე წვენი მინდოდა ძალიან რაღაც ან ვაშლის, ან ალუბლის და ვაშლის წვენი ვიყიდე. ხო და მივიდივარ სახლისაკენ. დაღლილობას არ ვიმჩნევ. გავიღიმოთ სამურია ცხოვრება. წავედით სახში მოკლედ. სახლისაკენ ჰერი. მოვედი სახლში, აგერ აქ ყავს ჩვენი ევე გოგო. ჩემი ფრენჩიკელა. დანის მიეძინა ნარგოსთან და ევეკო დავაწვინოთ მისათვის. ხო, და ევეკო გააკეთებს ახლა კექსის. რისი კექსი იქნება და? მე მგონი ალუბლის. ალუბლის? და ეს ალუბალია? არა. რა არის და? კექსი. რისი და? ეს რა არის და? ეს არის პორტუგალის. და ალუბალი საიდან მოგაფიქრდა? არა გვაქვს ალუბალი, თორე ისე მართლა კარგი იქნება და. სეზონი ალუბლის და ყურძენის და საზამთროსის და არა გვაქვს სეზონი. სეზონი არ არის? შემოგელე დედა. როცა იქნება ბაზარში, მაშინ ვიყიდით. აუცილებლად და გვაქვს ესეთი ერთჯერადი ფორმები. მე ხა მარწყვის სეზონია, მარწყვი გაქვს. მარწყვი არის უბრალოდ ესეთი. ხო, შეგვიძლია მოვიდა მას. გავაკეთე მარწყვი რო. ცოტა შეჭყვეტილივითა. თუ არა? შეგვიძლია კექსის მარწყვის კექსი. კექსის მარწყვის კექსი ხო დედიკო არეული ლაპარაკობს. სეზონი არის? ეს შეჭყვეტილი მეგონა და თუმე რაღაც ბეჭედივით აქვს. ხო. ეგ რა არის? კვერცხი. და შიგნით აქვს კვერცხი გული. კვერცხის გული, ხო? ხო, როცა არის ეხა ორიოთ, ნამდვილად. ყველაზე ადვილი და ყველაზე გემრიელი კექსი გამოდის, ხო? შენ ერთხელ უკვე განაკეთები ეს კექსი. კარგად აურია ერთმანეთში და არაფერი დიდი ძალის ხმევა არ ჭირდება. უნდა 5 ცალი კვერცხი. ხო და მე ესენი დავითვალე. ხო. უნდა 2 ჭიქა შაქარი უნდა წესით, მაგრამ მე უფრო ნაკლებს ვუშვები. ციკვი მარილი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი, 2 ცალი ფორთოხლის ცედრა, 1 ჭიქა ზეთი, მე ზოგადად ვიყენებ სიმინდის ზეთს, მაგრამ ეხა არა მაქვს, ანუ სიმინდის ან მზესუმზირის ზეთს კექსში. ეხა რა მაქვს და ზეითუნის ზეთით გავაკეთებთ, იმედია გემო არ დაეტყობა ძალიან. და უნდა 9 კილო ფქვილი და ცოტა ვანილი, ხო? ეხა შეგიძლია დაუმატო უკვე შაქარი. ჩადე შიგნით ეგ ჩადე და? შაქარი? ხო? შაქარი და ვანილი.
ხო, ვანილიც არის შიგნით მართალი ხარ უკაცრავად. Ale, hoppa. ნელა. ესე და აურიე კარგად და მოხმარება თუ დაგჭირდება, მე მითხარი. ანუ მალეცები გახდება. მზის ნაწარმი არაფერი არ აქვს შიგნით. ცომი არ გახდება ჯერ სანამდე ფქვეს არ ჩააყრიდე? როგორი ფორთოხლის წვენის სუნი დგას არა? მაგას კვერთხის სუნი ეკნებოდეთ. ნუ ცოტა ვანილის სუნი ხო? იმიტომ რომ ვანილიც გქონდა ჩაყრილი შაქარში. ხო და ესე ვეკო დღეს გამოგვიცხობს კექსის, ფუმფულიკო კექსი. ყველასთვის ხო. და გვაქვს 2 და 2 კექსი უნდა გავაკეთოთ. Yes. ხარ დაიღალე და? თუ დაიღლები მითხარი. ახლა რა დავამატო? რა შეგიძლია ზეთი დაამატო. და მე შენ რომელიც გინდა? შემიძლია ჯერ ეს დავასხადა მე ეს და ბოლოს ის. Okay. Opa. რა მაგარი. არა უშავს დედა დადე მაგიდაზე თუ დაისრობა მე მოვწმენთ. ვაი. აიღე ხელსახოცდე? ცოტა ზეთით დავისხა. არა უშავს დედეკა. იცი ზეთი რას ხარ? რა? მაკარონს, ხინკალს ზეთი დედა? ხინკალი არ. სად მოგაფიქრე ხა ხინკალს ზეთი? ნუ თუ შევწვავთ ტაფაზე მაშინ კიდე. ახლა შეგიძლია დავუმატო წვენი. ფორთო. ნელა გადაგივარდება. ოპა. გადავრჩით. კარგად ჩადე შიგნით დედა? კარგად, აი ეგრე. ახლა აღარ გადავარდებ. ცედრა არის? ცედრად ხარ დარჩა ცედრა თქო, იმიტომ რომ ცედრა მქონდა აქ. ვაუ. მოდი ესენი ხა. არა უშავს. ამიტომ ნელა ქენი, ოკეი? ვაი მე რამ ხელა გახდა. შენ ახლა რა შეგიძლია, იცი? ეგ ჩადო კარგად შიგნით, ადგე და აიღო დიდი კოვზი და მე დიდი კოვზით ჩაყარო ფქვილი. სადა დიდი კოვზი? დე კოვზებს სადა გვაქვს? ეს კოვზი? მაჩვენე რომელზე ნუ შეგიძლია ეგ? ახალი რძალივით მეკითხები და? ეს მიდა. ოკეი. ერთი ნელა ოღონდ არიჩქარო. ნელა. დაჭიქე ხა და აურიე. მერე თუ გაგიჭირდება არევა, მითხარი მე და მოგეხმარებ. 2-ს დავადებ და მე. 2-ს დაადებ? დაადებ. ნელა. ოპა. შიგნით არ ჩატკოზე ეს. ეხა ნელა აურია, იმიტომ რომ ჩქარა რო აურია, შეიძლება ფქვილი გადმოიყაროს. ხო. ნელა. და ცომი გახდება. ხო, ცომი გახდება და მე მოგეხმარები, რომ კორკოშელები არ დარჩეს, ანუ კარგად რო გაიხსნას ფქვილი, ჯერ შენ აურიე. მე ბოლოს მე ვიზამ, ოკეი? ჩვენი ღუმელიც ცხელდება, დავაყენე 185 გრადუსზე, ზედა ქვედა წვა. მასე ნუ აქნევდე? ნელა, დედი? ყოჩა, რა მაგარი გოგო ხარ. შემიძლია მე დაგეხმარო შენ? სულ? ხო. შეგვიძლია ხვალაც გავაკეთოთ? ნუ ხვალ გვექნება დედა ხვალისთვის და მე როცა აღარ გვექნება კიდე გავაკეთოთ, რა პრობლემაა? რაცაც იქნება შეგნით მეაურევ. მოდი ახლა მეაურევ
კარგად, იმიტომ რომ ნახე ბურთულები აქვს და არ არის გახსნილი და რო არ გაგვიფუჭდეს. ოკეი? აურა, უფრო კარგად. ნელა-ნელა ოღონდ, ნელა-ნელა და კარგად უნდა გავხსნათ. თორე მერე კექსი რო გამოცხება და რო გავჭრით, ასე ბურთებივით ექნება შიგნით ფქვილი. აბა მაგას გეუბნები. კარგად უნდა აურიო. კი. მე მინდა შენ თავით რა აურიო, ასე. ნელა-ნელა. ვითომ მე დედა ვარ. ვითომ დედა ხარ? ხო. ესე იგი, ევეკო ჩამიყრის ფქვილს და მე აურევ, ხო? ხო. და გამოგვივა ერთობლივი ნამუშევარი. იმიტომ რომ ეხა დამძიმდა ბევრი ფქვილით. ეს მოვჭერთ დედიკო ცოტა და ძირს არ დაგეყრება. დამძიმდა ბევრი ფქვილით ჩვენი ცომი და ევეკოს უჭირს ცოტა არევა და დედიკო მოეხმარება. მიდი ჩაყარდე. არ მიჭირს არევა. ეხა უკვე ძალიან ბევრი ისაა, რა ქვია. ფქვილი შიგნით და ხო გასქელდა ცომი. მე მიჭირს ეხა ხელით ამ მიქსერი არ გამოვიღე, იმიტომ რომ დანის ძინავს და არ მინდა რომ გამეღვიძებინა. ხო და დღეს ცოტა მე, ცოტა შენ. რაღაც წერი იყო პატარა გოგო. არა იყო და მოდი ცოტა დაგეხმარები და მიდი აბა. ძნელია, ხო? ცოტა ძნელია, მაგრამ არ დამეღალა ხელი. მომისინა შეფქვილი ჩამიყარე ეხა. კაი. რა კარგი პორტოხლის სუნია. ხა. მაგალია. კიდე ჩაყარე დადე. დანი რა ძილი გამოაცხო? შენ არ გეძინებოდა? არა. მე მოგვიანებით ვიძინებ ხოლმე. მოგვიანებით იძინეს. არა, შვა დღეზე საერთოდ არც ერთს აღარ ძინავს უკვე აქტიურად. ხანდახან დანი მიცის ესე. კიდე შეგეხარა? მოიცადა დედა ესაურიო კარგად. ესე გამოიყურება ჩვენი ორი ცალი კექსი, ერთობლივი ნამუშევარი. ეს კარაქის ზოლიც ერთად გავუკეთეთ ეთყობა. გაგვიწყდა იქ, გაგვიწყდა აქ, ბევრი მოგვივიდა, მაგრამ არა უშავს. თავარია, ჩემი გოგო კმაყოფილია, ხა წავაბრძანებ გამოსაცხობად. და მერე მიხვდებით თუ რატომ აქვს ეს კარაქის ზოლი ესე შუაში რო გამოცხება, იქნება ძალიან ძალიან ლამაზი, გემრიელი. გიყვარს მოლი? ბუ, გიყვარს მოლი, დედა? ძალიან გიყვარს? აიმე. ტელევიზორში ჩანს ნარგობებო, რომელიც დასეირნობს შეძლებს დაგვარად. მოლი, გაწვალებს? მოდი, ჩემი გოგო, მოდი. არ გაუბრაზდე, მოლი, გეფერება, დანიელა. ყოჩა. დანი, გადი მე ვაკაცებ. ვეი, ნელა. ყოჩა. არ გეჩხუბება, დედა, უბრალოდ წევს თავისთვის და არ უნდა რომ აწუხებდეს ვინმე. მოლი. და ლაპარაკი არ შეუძლია და ასე გეღუღუნებათ. მოლი გოგო. ასე აკაცებს ღამე. ხამე როდის იყო რომ ყებდა დედა ძინავს ხამე, ამას რო ძინავს ნეტა მე მეძინავს ისე. მოლიკო. ჩემი სასაცილო გოგო, ვინალი, ლამაზი. ბატონო. თავი რატო აქ ტკბილი? ტკბილი აქ თავი? და ზონი აქ თავი. თაფლის სუნი აქ? კი თავი. სუფთა და დაბანილია დედა და მაგიტო აქ ასეთი სუნი. დუდი. კაი, აღარ უნდა წვალება ეხა შეეშვით ეძინება. ჩიმი გოგოები. ყაჩახ. ხორცის მაღაზიაში მქონდა ნაყიდე ესეთი ლუკანიკოები. სოსის ვერ ვიტყვი ამას, იმიტომ რომ ნედლი ხორცი აქვს შიგნით. და ეხა შევაგდებ აეროგრილში, დავსერე ზემოდან და პიტაპური გვაქვს ნაყიდი და მინდა კიდე ერთი соусივით რო გავაკეთო რამე, იმიტომ რომ ზურა მითხრა ცოტას დავისვენებო და გეხვეწებიო რომ ლუკანიკო შემიწვიო და
გავუმზადოთ სურას. ბერძნული იოგურტით გავაკეთე ესეთი соуსი. სამწუხაროდ ნიორი არ მქონდა, ამიტომ გამოვიყენე მეგრული აჯიკა და ნახოთ როგორ მოეწონება ზურას. ისევ აკეთებ ნიორი, ძმარი, ზეითუნის ზეთი, მარილი, გახეხილი გაწურული კიტრი და ბერძნული იოგურტი და ეხა ნიორის მაგივრად ვუყავი მეგრული აჯიკა. და ეს პიტები არის ჩვენი ფავორიტი. მოკლედ თუ წააწყდებით, სკლავენიჩი ვნახულობთ. ისე სხვა მარკეტში ეს პიტა არ გვინახე, ხო? ხო, მარტო სკლავენიჩი ვნახულობთ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან და არის ესეთი ფაფუკი და უგემრიელეს. ქშიადანი? კი. ესეც ჩვენი შებრაწული ლუკანიკოები, ესე გამოიყურება. ნარგობებოსთვის და გოგოებისთვის გავაკეთე ესეთი უგემრიელესი გუფთა მარტო საქონლის ხორცით. ევეკო და ნარგოროში ჭამს კი ვიცი, მაგრამ დანიელა რასიზამს არ ვიცი. ვიმედოვნოთ რომ შეჭამს. ესეთი გამოვიდა მოკლედ ჩვენი ეველიკუნას მიერ გამომცხვარი კექსი. ხო. მოგწონს ასევე? მოვაყაროთ ზემოდან შაქრის პუდრა? გინდა ერთს მოვაყაროთ შაქრის პუდრა და მეორეს შოკოლადი ხوار მოვასხათ. შოკოლადი მოვასხათ. თუ ორივე შაქრის პუდრა. მე მგონი შაქრის პუდრა ჯობია მარტო, შეგვიძლია შოკოლადის კრემი. შოკოლადის კრემი არა გვაქვს და მოკლედ ესე ლამაზად გამოიყურება და მთავარი მიზეზი ბატონო და შოკოლადის ჯობია მე მგონი. ოკეი. მთავარი მიზეზი თუ რატომ გავუკეთეთ კარაქი, დარბილებული ესე ზოლა ჩვაში არის აი ესეთი ლამაზი ნახეთქი როგორც ნახეთქი აქცედა თუ რა ქვია მას მოკლედ რომ ამოვიდა ღუმელში მე ესე ლამაზად გასკდა. გეგონება მაღაზიაში ნაყიდიაო. არა და ჩვენთან მარკეტებში რო იყიდება. ბატონო დედიკო. ზუსტად ესეთ ერთჯერად ფორმებში იყიდება. დედა შეგდე ესა ვარ მე. ვაუ, არ ვიცოდი და მოკლედ ახლა მოვაყრე შაქრის პუდრას. ესე გამოიყურება კი გაჭრილი ჩვენი კექსი არის უფაფუკესი, უგემრიელესი საოცარი ფორთოხლის სურნელი დგას სახლში. საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მქონოდა მხოლოდ შაქრის პუდრა თავზე. შემეზარა სიმართლე გითხრათ შოკოლადის გაცნობა, თორე ისე ფორთოხალ შოკოლადი ძალიან უხდება. მოკლედ ესეც ქალბატონი ეველინას ნახელავი ესეთი გამოვიდა. ასე რომ აქედან ახლა დაგემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და შევხვდებით მომავალ ვლოგში.